მოგესალმებით გემბლერებო და არა მხოლოდ გემბლერებო. დროა უკვე პოკერ ფრიკული ვიდეო შემოგთავაზოთ. და ვეწვია ისეთ ადგილს, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი პოკერ რუმი ლას-ვეგასში. პოკერ პალასი დაბადებული 1974 წელს, ლას-ვეგასის ჩრდილოეთ ნაწილში. თავდაპირველად მაღაზია იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, კაზინოდ გადაკეთდა. და დღემდე კოლმენების ოჯახის საკუთრებაა. კაზინომ ფუნქციონირება 2 ბლეკჯექის მაგიდით დაიწყო და ახლა 280 სლოტის აპარატი აქვს. ტოტალიზატორი, ბინგო, ბლეკჯექი და რა თქმა უნდა პოკერ რუმი 8 მაგიდით, სადაც ტურნირები და ქეშები ეწყობა. 70-იან წლებში საკანიც კი ჰქონდა ჩეთერებისთვის. როგორც ფსონებია დაბალი, ასევე რესტორანიც აქვს უიაფესი. თუმცა მე მაინც ვერ გავბრისკავდი აქ-ჯამას. ეს ადგილი იმიტომ შევარჩიე, რომ აქ მხოლოდ ადგილობრივები დადიან. ხო და ვინმეს ტურისტი არ ვეგონო, აქ ვეგასელი პოკერ ფრიკი ვარ, ჩემი აუ. შევიდეთ ახლა ჩემო გემბლერებო და ვნახოთ თუ როგორი ფილდია ლას-ვეგასის პოკერ რუმში. გავარკვიოთ ბაინები, რაღაცეები, ტურნირები აქ შეებია რა არის. ნახოთ ყველაფერს. აბა წავედით. ბაინი $20-ია, 4000 ჩიპის ოდენობით. ხოლო $5 თუ დამატებით 2000 ჩიპს მოგცემე. შვენიერი გარიგება. რამდენიც კამერა ამოვიღე მაგიდასთან, იმდენჯერ დაცვა მოვიდა და მითხრა, რომ გადაღება არ შეიძლებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შესვენებაზე გამოვსულიყავი და მომეყოლა თქვენთვის თუ რა ვშვები და როგორ ვარ. შესვენებაა გემბლერებო. სტეკი. გავა სამაგე კიდევაც. ეხა აქ არის $10 შემიძლია რომ ედონი გავაკეთო და დავიმატო ისევ კიდე ჩიპები. მაგრამ მე მგონი არ დამჭირდება, არ ვიცი. აქ იმას დაცვას აინტერესებდა ეხა. ვინ ხარო რა ხარო გამოიწერა ჩემი არხი ნახა. რავი, ძალიან თბილი ხალხია და ძალიან საყვარლებიანი. აბა შიგნი მაინც არ მაღებინებ. Fields რაც შეეხება კიდე დაბალია საკმაოდ და მაგასაც ველოდებოდი პრინციპში, იმიტომ რომ რავი, ამ კაზინოში ახლა კარგი პოკერის მოთამაშეები $20-იან ტურნირებს არ ითამაშებენ ნამდვილად. შეგიძლია ნებისმიერ კაზინოში შეხვიდე და ისეთი ტურნირებია და ისეთი რუმებია, მაგრამ მაგის დროც მოვა, რომ განახოთ მერე ის კაზინოები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგის დროც მალე მოვა და მანდაც შევა. ხო, მოთამაშეები რომ ამოვიკითხე კიდე როგორ გითხრათ, ანუ აი როგორ თამაშობენ, იცით, აი სამეგობრო წრე რო შეიკრიბება და ყველაფერში რო თამაშობენ და იხდიან ფულს, აი დაახლოებით ეგეთი ვარიანტია რა. ბლეფი ერთხელ გავაკეთე, იმიტომ რომ ყველა ჩეკ-ჩეკი გააკეთა და გავედი და დაყარეს რა, მაგას თუ დავარქმევ ბლეფს, თორე ისე ბლეფი აქ არის თამაშებს. ხო, ნახოთ, აბა რა იქნება, შევალე ხა და გავაგზავნებ კიდევ თამაშს ჩემო გემბლერუშკებო. დაღამდა და აი ესეთია ღამე ეს კაზინო. პოკერ პალასი. ტურნირი აქაური დროით 7:30-ზე დაიწყო. 2:15-წუთიანი შესვენება იყო და 10 საათზე უკვე დავასრულეთ თამაში. დავამთავრე ტურნირი, მეგობრებო. როგორც ვამბობდი, ფილდი ძალიან დაბალი იყო. ნუ ბოლოს საფინალო მაგიდაზე 10 კაცი გადავედით და იქ ცოტა უკეთესი მოთამაშეები იყვნენ და ისეთები, აი ჩვენ რო გვიყვარს ხოლმე რა მაგიდასთან რო შემოვუცდებია, საინტერესო კარგი ტიპები, მოსაუბრეები და თამაში რო უყვართ და მსგავსი. ერთიც გადმოვიდა ფინალურ მაგიდაზე, რომელმაც slow play გააკეთა რა. მეფე ქალი მყავდა. და არ მახსოვს რომელ პოზიციაზე ვიჯექი. გვიან პოზიციაზე სადღაც რა. ხო და small big იყო, ამან call-ი გააკეთა, ჩემს მარჯვნივ ჯდომა. და ბეთი გავაკეთე 4000. იქიდან call-ი და ამანაც დაკოლა რა. ხო და ანუ ორჯერ გალიმპა ტიპმა. მოვიდა ბორდზე რაღაცა მეფე. ჩეკ და ამან ოლინი. ხო და კაიხანი ვიფიქრე. რა ეყოლებოდა, ვიფიქრე ისიც რომ მეფე ყავდა დაბალი ქიქერით და ამიტომ გააკეთა ოლინი, რომ მე დამეყარა. მაკეთ წავიყვანე რა უფრო. დავქოლე ტუზ მეფე ყავდა რა. ესე გალიმპა ტუზ მეფე ორჯერ ძმამ და მომიგო 15000 ჩიპი მომიგო. მაგრამ მაინც მოვახერხე. საფინალო მაგიდაზე გადავჯექი.
და ბოლოს 8 კაცი რო დავრჩით, შევთანხმდით რომ გაგვეყო. და ასე $200 შეგვხვდა ყველას პროგრამა და დიდი მადლობა. Cash-იც ვითამაშე, რა თქმა უნდა. ცოტა დავაპლეოსე იქაც, $60 ღირდა cash-ზე დაჯდომა. Blind-ი $2, სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, small blind-ი არ იყო, მარტო big blind-ი იყო $2. ცოტა ხანი დაველოდე კარტს ვითამაშე და გადავჩენილი ყავი ალბათ კიდევ უფრო მეც მოვიგებდი, მაგრამ დღეისათვის ფიქრობ საკმარისია რა, ესე რომ ფიქრობ ხოლმე რომ საკმარისია, მე უნდა წამოვიდე, თორე ვაგებ. ამიტომ დავრჩი პლეუსში, დავრჩი ბედნიერი, კაი გამოცდილებაც მივიღე. საინტერესო იყო ნამდვილად, კაზინო საზიზღრობა, მაგრამ გული მოვიგედა, ბედნიერი არ თქვა. მაგათ გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო და მომავალ შეხვედრამდე.